მოკლედ დღეს გადავწყვიტეთ სკუტერებით და ორი პატარა მოტოთი. წავიდეთ ტყეში. მოვიწყობთ მენტალური ჯანმრთელობის გამაჯანსაღებელ ვარჯიშებს. ცოტა ხანი გავშორდებით ქალაქის საგზეჯს. დავანთოთ ცეცხლი, ვისაუბროთ, გავიცნოთ. იგივე მოტო ყავს რა წარმოებლის სკუტერის ყავს მე. და სადმე გავიდეთო და აგერ წავედით ვარ სულ 4. Actually, I want to buy a lighter. Let's go. Where's the shop? Okay. So, შენ პროსტა ხელი დაუქნია რომ არ გაქვს ეს მე-4-ს და ჩვენ ამასობაში მაღაზიაში გადავალთ. Okay. Well, yeah, that's a great idea, but I didn't. Okay. Yeah, I don't think they have. I think that's the. Okay, let's take. Let's try this one. There's something else. Yeah, that's what I need. That's what we need. Yeah. It's okay if we need anything. There's like lots of restaurants and places to get something, grab food or something. Yeah, okay. They don't sell Coca-Cola. Wow, strange. Okay, let's take. Yeah, I see. Healthy trip into the nature with the packages full of junk food. Yeah. Really? Oh, thank you so much. And you're from? Okay. You also told me a few Georgian words, so I thought you were Georgian at first. Oh, nice. How was the transition? Was it comfortable or did you have any problems in the beginning when you first came here? Yeah, that's nice to hear. Oh, shit! You have one? I bought everything and I forgot. No, never mind. We're gonna stop somewhere on the road. Can we? Let's go! ვაწისინ ჩამოვედი ერაყიდანო ამ ბიჭმა საკმაოდ ადეკვატურად საუბრობს ქართულად. მე ვიტყოდი რომ აწლისთვის ქართული ენის სირთულიდან გამომდინარე ქართული თვითონ სიტყვა გეუბნება რომ რთული არის ქართული ენის სწავლა. სულელების გამოგონება გზაში. ძალიან მაგარი მზეა, მაგრამ ჩვენ სადაც მივდივართ მე სერიოზული ეჭვი მაქვს იქ არ იქნება ასეთი კარგი ამინდი. დავიდან ვაპირებდით წყნეთიდან ასვლას, ორბეთიდან შემოვლას ჩვენი საკულტო ულამაზესი გზებით. თუმცა რადგან დღეს 2 საათზე დავიძარით, აღარ გვაქვს იმის საშუალება, რომ მთლიანი ტრიპი მოვწყოთ. მოვდივართ პირდაპირ მიმართულებით, სადაც ვაპირებდით გაჩერებას. ქოროღლის ციხეზე ვაპირებთ ასვლას, შევხედოთ ბოლომდე თუ შევძლებთ ასვლას. ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ თოვლია, ამას წინათ ვცადეთ და გავართვი თავი ამ სკუტერით რაღაცნაირად ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ავედი. ამიტომ მე მგონია რომ ეხლა შევძლებთ ასვლას. Fingers crossed. იმედია არაფერი დაგვემართება. რატო არის სკუტერი უფრო სასიამოვნო ვიდრე მოტო ზამთარში გადასაადგილებლად? რამოდენიმე პასუხი აქვს მაგ კითხვას. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ ხედავთ რომ მოურიდებლად ბოლომდე ვაჭერ გაზს. არ მეშინია იმისი რომ ისე ჩქარა დატრიალდება საბურავი, ნუ ჩემ მოტოსაც აქვს traction control და მშვენიერი ელექტრონიკა ყველაფერი, მაგრამ მაინც ეს დაბალი სიჩქარე და პატარა სიმძლავრე ძალიან დიდი გარანტიაა იმისი რომ აი ვერაფერი ვერ აიზილება რა, რაც მაგრად მსიამოვნებს. აქეთ ეგრევე აცივდა ტექნიკით მაქვს საფეხის ჩანთა. და მოკლედ წელიც არ დამეღლება და შემიძლია 2-3 საათი ესე ვიბოდიალო აქეთ-იქით. გადასაფარებელი მაქვს ASB-ს
ბაბუშკა გადასაფარებელი აქ არის, რომელიც გასაშიმად გამოიყურება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საოცრად ეფექტურია, აი სასწაულად ეფექტურია. და მოკლედ ყველაფერთან ერთად შემიძლია 60 იმდენი ჩავიცვა და ისე ჩავიფუთო, რომ არავითარ შემთხვევაში არ შემცირდეს. თან ამით ძალიან ჩქარა რომ ვერ დადიხარ, ფიზიკურად ვერ მიყავს იქამდე ეს ქარი, რომ ძალიან შეგცივდეს. ეს ბიჭი მომყვება სახელი არც მიკითხავს. დანარჩენები ცოტა აგვიანებენ და მე მგონი რაღაც მომენტში უკვე დრო იქნება რომ დაუცადოთ. ისინი არ ჩანან. I can't see them. Let's just wait a bit for them. Yeah, they're coming. ჯობია ამ ტრანსპორტის წამოსვლა, რომ ისეთ ადგილებში, სადაც მივდივართ, იქ რო აი 9 ჯერ დავაგდო. Dude, come on. იქ რო 9 ჯერ დავაგდო, ეს ტრანსპორტი აი არ დამენანება. რა ვიცი, წინაზე მაგალითად ბაკიდან ამოვხაპეთ ბენზინი და იმით დავანდეთ ცეცხლი და აი ძალიან ვათრიერა, თოლში დავაგდე და მოკლედ პრობლემა არ არის, არაფერი არ მოსდის, არ ფუჭდება და რომც გაფუჭდეს, უკვე იმდენი რაღაცა აქვს თავისი საქმე მოლეული, გაკეთებული ამ სკუტერს. იმდენი კი 50 კილომეტრზე მეტი აქვს გავლილი, 50000 კილომეტრზე მეტი აქვს გავლილი, რაც ამ სკუტერში არის გადახდილი, ალბათ ერთი 10 ჯერ მოიღო უკვე მის საფასური. თუ ისე გავზომავთ, თუ რა საქმე აქვს გაკეთებული ამ სკუტერს. კიდე ძალიან ბევრს ივლის დარწმუნებული ვარ და აი ესეთი ვიდეოებისთვის აი ამითი ვივლი ტყეებში, ღრეებში და უბედურებაში, იმიტომ რომ ჩათვალეთ, რომ იდეალურად გავა ყველგან ამაზე, რომ ხო ცოტა შპოკებიანი ესეთი ბუთქუჩასაპურავი დავაყენო ზამთრის, რომელიც სხვათა შორის მქონდა, ამას წინათ გავაჩუქე. იმიტომ რომ ქალაქში დავდიოდი, ძირითადად ავხმარობდი. ქალაქში უბრალოდ ძალიან შემაწუხებელი იყო და მაგიტო ვერ ვიგუერა. საკმაოდ უცნაურად დავდივარ გაშლილი. ხან ვიღაც ნელა წამოვა და მგონია რომ ვერ დადის, მერე უცებ ჩააჭერს, სადღაც გაქრება. ამინდი ნამდვილად კარგია, თუმცა ერთი მინუსი ის არის, რომ უბრალოდ მზე არის მიხატული ცაზე, მაგრამ მაგრად ცივა. სიტყვა საერთოდ არ არის. და როგორც ხედავთ, აი ესეთ ადგილებში, სადაც მზე არ ხვდება, ასფალტი კვლავ ცივია. დარწმუნებული ვარ, ბევრგან შეხვდება თოვლიც, ამიტომ ცეცხლის დანთება მარტო ვიზუალისტვის არ იქნება კარგი, გათბობას დაგჭირდება. მოდი ცოტა გადავასწროთ და ოდნავ სიამოვნოთ სავით, სკუტერით თუ რამე სიამოვნების მიღება შეიძლება. ეს გვერდიდან გამონადენების და უბედურების გარეშე რომ ვერ ერთობი, მაგრად ეხავს, მაგრამ რას ვიზავთ, ეგ არის ეს სეზონი. მეგონი ეს იყო ბოლო შანსი, რომ ვიყიდა ასანთი. მაღაზიაში შევედი ასანთზე, ანუ მითხრა, რომ ყველაფერი წამოვიღეო, აი ერთადერთი რაღაც დამოვიწყდაო და ეს არისო ასანთიო და კი ეხლა ვიყიდი მეთქი მაღაზიაში გადავედით მე და ეს ბიჭი ვიყიდეთ მარშმელოები და რაღაცეები ცეცხლზე შესაძლოა. ასანთი დაგვავიწყდა. ოკ. აქ 1000 მაღაზია, სადმე გავჩერდები და თავს დავიზღვე, მე უკან რო არ ვიყოთ გამოსასვლელი. ერთხელ რომ მოგვივიდა ჩილიმის ასანთებად რო ავედით. ტყე პარკი რო არის თრიალეთის მანტ-კლდეზე და მე რო აღმოჩნდა რომ თურმე ასანთი არ ქონდა თუ რაღაცის გაზი გაგვიფუჭდა თუ რაღაც და ასანთებელა იყოს
არ შვება. აი, ასანთიც გვაქვს. მაგარი რიტუალური არის ცეცხლის დანთება რა. იმ დღეს რენდერს ველოდები და Netflix-ი ჩავრთე და ამომიგდო ბრიჯერტონების თუ რომელიღაცა ეგეთი რაღაცა მე-18 საუკუნის ფაშფაშაკაბებიანი სერიალის იმ შენობის, ანუ მაგ ადგილის რომელიღაცა ოთახის ბუხარი იყო და ცეცხლი იწვოდა. ანუ რას მიგვანიშნებს ეგ რომ მარტო ტელევიზია კი არ არის YouTube-ზე გადასული. ყველა პლატფორმა სადაც ხედავენ რომ YouTube-ზე რაღაც ძალიან კარგად მიდის, აკოპირებს და ცდილობს რომ თვითონაც გამოიყენოს ეგ საშუალება, ეგ ფორმატი იმისთვის რომ მეტად ყურებადი გახადოს თავიანთია ეს პლატფორმა რა. ალბათ ხშირად შეხვედრიათ ან სანაპიროა ხოლმე ჩართული და რაღაც ASMR-ის მსგავსი კონტენტი არის ხოლმე, ნუ ბუხრები ძალიან ბევრია, რაღაცა ლამაზი ოთახი, გარეთ რო თოვს და შეკნით რომ Tom and Jerry-ა ჩართული და ბუხარი რო tkაცუნობს, მოკლედ ეგეთი რაღაც გააძრეს თავიდან მაგრა გამიკვირდა, მეტი ხო არ გადაავთ ეს რა არის. YouTube-ი შედის ყველგან, უბრალოდ ყველა ცდილობს რომ დააკოპიროს და გამოიყენოს თავისთვის აი ეს ყურებადი ფორმატები, რაც YouTube-ზე რაღაცა ჰაერიდან თავისით ჩამოყალიბდა რა. ხო და თერაპიული ნამდვილად არის ცეცხლთან ჯდომა. ეხაც ალბათ მაგის მცდელობა არის, მით უმეტეს ალბათ უცხო ხალხთან უფრო საინტერესოა, იმიტომ რომ სალაპარაკო და გასაზიარებელიც უფრო მეტია. მაგრადაც ვიდა, სხვათა შორის მოტოთი ბევრად უფრო აქტიურად დავდივარ, წელს უბრალოდ გადაღებას ვერ ვახერხებ, თორე ძალიან მაგარი სეზონი არის, მაგარი ამინდებია, ვიტყოდი რომ არც გამიჩერებია ბაიკი, ნუ ეხა ეს ბოლო რამოდენიმე კვირის წინ გადაიყინა ყველაფერი და თოვლი რომ მოვიდა თბილისში, მაგას არ გულისხმობ. მაგრამ მაგის გარდა, რა ვიცი, აღდად არ დაგვეწუწუნება მშვენიერი ამინდია. თუნდაც ეხა დღეს რო შეგვიძლია რომ ესეთი გადასაღებად მაინც ლამაზი იყოს ეს ამინდი და ვახ ჩემი რა ჭირს გზას წელში. ეხე ტრაკი შემერჯო წელში რა ჭირს გზას ბიჭო. ხო და კიდე ერთი ძალიან საოცარი მაგია აქვს რა მაგ ცეცხლს რომ თავისით არ გვხვდება იქ ცოტა უნდა ტრაკი გაანძრიო და თავი შეიწუხო. რაც ასევე თავად სიმბოლური არის რომ ფასო არაფერი არ არის და თავისით არაფერი არ არის. მე ცოტა ერთხელ რო არ გამოვა ორჯერ და ბოლოს რაღაცნაირად რო დაანთებ, ყვანაირად იხარია და მე ჩაქრობაც გენანება. დავისვენოთ მოკლედ. მოусმინოთ ბუნების სიჩუმეს, ცეცხლის ткаცუნს. დავბრუნდეთ მე ქალაქში. სანამ მივალთ 1-2 სიტყვას ვიტყვი, ალბათ მე კადრებში დაინახავთ კიდევაც ჩემი ფირიგანის შარვალზე, ფენიქსზე, მუხლებში და გვერდებში დამცავებით, დისამიო გოუსტით, level 1 დამცავით. ძალიან მაგარი, სუპერ კმაყოფილი ვარ. მადლობა კიდევ ერთხელ რბოლას ყველანაირი მხარდაჭერისთვის და ეგ შარვალიც აღმოჩნდა სუპერ მაგარი. ძალიან მაგრად ვიხმარე, ეხლაც მაცვია ეგ შარვალი და თუ სადმე შემცირდება უეჭველი ვიცი რომ ეგ არ იქნება წელზე და ფეხებზე. იმიტომ რომ იჭერს ტემპერატურას, ნუ თქვენ თვითონ თუ თბილად არ იქნებით, თავისით მერე ვერ გაგათბობთ, იმიტომ რომ არანაირი ელექტრონული ჩარევა შიგნით არ არის. თუმცა ეგეთი მოდელებიც არსებობს, ხელთათმანიც და ასე შემდეგ, მაგრამ თუ თბილად ხართ, სანამ დაიძრებით, ეგ რო ერთი ცალი თერმო რო ჩაიცვათ და ზევიდან მერე ეგ შარვალი მეორე ფენად ჩაიცვათ, აი მე არ ამგონია რომ შეგცივდეთ ვინმეს რა, ჩემნაირ სუპერსკენი ხალხსაც კი. მით უმეტეს თუ ცოტა ზედმეტი ქონის მასა გაქვთ. აკლები ვით შემონახული. ხო საერთოდ შეიძლება თერმოს არ დაგჭირდეთ და მე მგონია რომ თერმოს გარეშეც შეულებრივად ივლით. მე მგონი მარტო მე დავანო ვართ და ის ორი ადამიანი ან დავკარგეთ, ან სხვა გზიდან წავიდნენ იქით, ან ძალიან ნელა მოდიან. ან შეიძლება ვინმეს რამე მოუვიდა და მაგიტო არ ჩანან. ისინი რაღაც საეჭვოდ არ ჩანან და ხო არ დავეულდოთ ცოტა ხანი. ხო, დავაი. აჰა, თოვლიც გამოჩნდა. ძალიან დიდი სხვაობა არის
მზიან და ჩრდილიან ადგილებში ტემპერატურის. იმდენად დიდი, რომ შეგწივდება მერე თვეები, შეგწივდება თვეები. აგრად მიკვირს ეს სკუტერი კიდე საერთოდ რო დადის იმის მერე, რაც მე ამას ვუქენი ამ 2 წლის განმავლობაში. თუ რამეს ქვია გამოყენება და ხმარება და ექსპლუატაცია, აი ეგარი რა. ძალიან დიდი ხანი ზეთია, სადაც 1 წელი საერთოდ ზეთი არ ქონდა შეცვლილი, გამოშრა, ძრავი, აი. მტერს რო არ მოექცევი, ისე მოვეკეც სამწუხაროდ ბოდიში, ჩემო ლონგჯია. მაგრამ ესეთი აღმოჩნდა შენი ბედი. ვა, ეს გადასაფარებელი რა მახინჯია და არა და რა მაგარი რამეა. ცოტა თოვლი ისევ არის შემორჩენილი. ანუ კარგი ამინდია, მე მგონი, გავიცი ვკითხავ ამათაც, თუ სურვილი ექნებათ, მე მგონი ღირს რო ცადოთ თავად წვერვალზე ასვლად, სადაც იყო ციხე, თუ რაც არის ნანგრევები მოკლედ. ხო და შევხედოთ. თუ გამოვიდა, ავიდეთ. აქედან გადავდივართ, რატო? იქიდან არ არის უკეთესი გზა? ავე ხა აქ იქნებიან ძაღლები და აქედან რატო წამოვედით არ ვიცი. ამ გოგომ თავი მოიკლა, მე ვიციო. რასაც ჩვებიო. ოკეი. მაგრამ მე მგონი ზევით რო ავსულიყავით, მე ერთი პატარა გადასახვევი იყო ხელმარცხნივ, რაც საშუალებას მოგცემდა, რომ ძალიან მარტივადვე დამდგარიყავით იმ გზაზე, რომელიც მიდის პირდაპირ მაგ ულამაზეს ადგილას. აქ არის ძალიან მაგარი საოცარი სახლი, რომელსაც რაღაც მაგარი ისტორია აქვს. თუ არ დაეზარებათ, უნდა ვთხოვო ერთი ამათაც, რომ ხო არ შევიდეთ მაგის ეზოში. სად არის? არა, მე მგონი აქ არ არის, სადღაც არის. აუ, შენი გული გამისკდა. ძაღლების ნაწილი არის ყველაზე დიდი ტვინის ბურღვარა. შეიყვანე სახში და ყავდეს იქ რა. რათ მინდა ეხლა იყიდება აგარაკი. აი სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, იყიდება აგარაკისკენ უნდა წავიდეთ თუ აქეთ. მე მგონი აქეთ. რაღაც სხვა გზებით დადიან, თუ რა არის ვერ გავიგე. ჯიჟისგან და ჯიგარი იყო, არ გვიყბინა. არასწორად მოვედით. დავიკარგეთ. ძალიან ბატებივით დავდივართ. კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ საკომუნიკაციო სისტემა არ არის გასართობი. საკომუნიკაციო სისტემა არის მასტი რა. ანუ უკეთესი კი არ არის Bluetooth-ით როცა კონტაქტზე ხარ. просто სხვანაირად აზრი არ აქვს. თორე აი სულ ესეთი წვალება და ხან ზოგისად იკარგება, ზოგისად და ეგეთი უბედურებაა რა. დავიკარგეთ. ესე მარტივად დავიკარგეთ. არა, უშავს ოჯორში ვართ, სადღაც გავაგნებთ. ხლად ისე არ დავრჩებით. აუ, არა, აშკარად არასწორად ამოვიდა. არა, ლამაზია, აი ამ სახლზე ვამბობდი და ვაფშე სხვა მხრიდან აღმოჩნდით აქ. ტრაგის თამარსა აქ ადგილი, არასწორად დავდივართ. დავიკარგეთ. აუ რა, უბრძოლველად დამთანხმდი კი. ბიჭო, კი და წინაზე აშკარად მახსოვს, რომ მაგ შენობას, ხო ლამაზი შენობა იყო, ჩაუვარეთ ისე, რომ ხელმარჯვნივ იყო გზაზე რა. და თუ მინდა ისევ შევტრიალდეთ. თამაშის ოკეი. ეგ არის. აქედან უნდა იყოს ესე იგი მარჯვნივ და მარჯვნივ. ესე მახსოვს. ეს არ არის, ესეც ეს ვიღაცა სახლია. აუ ბიჭო, რა ლამაზია ეს, რა საოცრებაა ნახ. და ესე ლპება, წარმოიდგინებ რა ვისია თო. ეხლა ალბათ ეკრანზე ხედავთ ძალიან წვრილი ფონტით ამის ისტორიას. აუ ძალიან საინტერესო არის, ძალიან საინტერესო.
მაგ სახლის ისტორია. რაღაც დაწყევლილ ჯადოსნურ უბედურ სახლს გავს. ეს არ არის. მე მახსოვრებოდა. მე მგონი ეს ის ადგილი არის, სადაც წინაზე ამოვყირავდი. აქეთაც აქ სახლებია. კი ბატონო. მე აქაც ვიღაც ეზოა. არა, ესეც არ არის. ეგეთი მკვეთრი ჩასახვევი არ იქნებოდა. თქვენი ეცი თქვენი. აი ეს არის. აჰა. თქვათ ჩამოვედით აქ. აუ, წვეთი არა აქ ამას დალეული. და ახლა მარჯვნივ ისე. აუ და ისევ რაღაცა დიდი ძაღლი, კაი ხო არ გადა. ისევ იქ მოვედით. სად ჯანდაბაში ვართ ბიჭო. აუ არა წრეზე დავდივართ ახ ჩემი. იმიტომ რომ მე რო გაგიძეხი წინ აშკარად არ გაამართლა. აი ძმა შეფუთული არის. კარგად ზევით ხო? ვაფშე გაზაფხულზე ამ სკუტერს ამ ყველაფერს მოხსნი და გადავაკეთებ ჯიპად. ძაღლი. მაგრამ ეს ცოტა ესეთი მოხული ძაღლია, ეს არ მგონია რომ საერთოდ შეშინებული არის ეს საწყალი. მარჯვნივ და მარჯვნივ. აქ რო ჩამოვდიოდით, აქეთ კი არ უნდა შეგვეხვია, იქით უნდა წავსულიყავით და ახლა ისევ თავიდან. ნახე ბიჭო, ძაღლმა დაგვიცვა ჩვენ. ეს კავკასიური ნაგაზის მსგავსი რაღაც რომ მოგზდევდა. იმათ დაუწყოყეფა ბიჭო, რა საინტერესოა. ესე მგონია რომ ცხოველების სამყაროში მიღებული პიროვნება გავხდი. ვახ შენი დედაშო. აუ რა ხელა ძაღლი იყო ბიჭო. 9-ჯერ ჩაუვარეთ აქეთ იქით ამ ძაღლებს. ეხლა იქნება მე მგონი მარცხნივ ეს. ეს ძროხები და ეგ დიდი ძაღლი ხო? აუ საწამოს ვართ ბიჭო. საწამოს ვართ. შემე. აუ ისინი ალბათ მაგრად დაგცინეს. ამდენი მანქანა ამ ქუჩაზე ერთად საერთოდ არ მახსოვს აღაზრდას. მოდი აქედან კი მახსოვს როგორც უნდა მივიდეთ, მაგრამ ნუ არ ვიკაცებ ახლა და დავაცადოთ ვანოს მივყვები. თორე კიდევ რაღაც გავმაზო. აუ მაგრა დაგცინიან ეს ყველა ძაღლი და ეს ორი ადამიანიც ვინც მოტოებით არიან. ძაღლმა ამათი კარი ანუ არც გამოგვეკიდა. აუფრინდით. ბიჭო აქ სუთოვლი იყო როგორ დამდნა რა წინა ამოსვლაზე. ერთდღიანი რაღაცა ტყუილი თავის ქვეშ მაქვს ჩამოკიდული საკიდზე, რაც მაღაზიაში ვიყიდე პარკით და მე მგონი ამოძვრა. და ზედ ფეხებზე მალდევს ხა ნებისმიერ წამს შეიძლება გამძვრეს აქედან საიდანღაც. ათასნაირი პრობლემები მეგობრებო, ეგრე კი არ არის. გამდნარია ყველაფერი. რას თუ ისე სანდოა. ოპა. ფრთხილად უნდა ვიყოთ. აი როცა უკვე გონია რომ გაიარე, მერე ვარდები და ამიტომ ძალიან ფრთხილად ვიყოთ. თან პერიოდულად რომ აფეთქებს და ისვრის ეს ჩემი სკუტერი ძალიან ღადაობა. აუ ტაქსი მოდის იქიდან. აი კაცურად ვინ გამოიძახა ეს ტაქსი და იქ ვინ მიაყვანინა თავი. ან სად მინდიოდა? მაგრად მაინტერესებს. უნდა ვკითხო ეხლა. შენი ჭირი მე მითხარი რა ვინ ყავდა თქო იქ.
სხვა მოგარტყი? ვა. მადლობა. ავიქით მეორე მანქანაც არის. სტაბილური გაზით ნელ-ნელა. და მოვალთ. ხო, просто გადავაყენოთ ცოტა ხანი. I want to put the fire here. I know, but the stick is already sticking out. აი რაღაც ყვავის აგერა. აჰა. ამიტომ ჩვენ რო გვეგონა რომ რაღაცის განავალი კურკლია, ეგრეთ არ არის საქმე. ვაი. ენკრა, ესე იგი თუ აქ ჩავშჩით საჭმელი გვაქვს რა. მე ხე შემიძლია ყავა შევხტავას უკვე. არა, ხო. Who invited him? So how do we prepare it? I mean, how do you boil it? Okay. We have cups. Oh, he came prepared. Come on, dude. I took City with me. I said, Yeah. Did you hear somebody shooting the gun? All the time. All the time. All the time? Yeah. So aren't you afraid that they're gonna like... I'm here 5 years. I come here all the time when I'm staying. Ah, okay. Before, and I really wanted to try it from Guatemala. no. It's all good. It's gonna be enough for me. Too many stupid dogs on the road, Yeah. jumping in the wheel. ჩვენ ვიმყოფებით რაღაც ხეობაში. აქ იყო კარიბჭე, სადაც იხსნებოდა პორტალი. ამ პორტალს გადიოდნენ იმდროინდელი, ანუ ძველი დროის ჯადოქრები. არის ერთ-ერთი არტეფაქტი, თავი აქ არ გავიჭედოთ.
თითქოს ჩვეულებრივი ტოტია, მაგრამ ჩვენ ამ ტოტიდან ვიჭერთ Wi-Fi-ს ამ კონკრეტულ ადგილას. და მნიშვნელოვანი ფაქტი ის არის, რომ საქართველოში Wi-Fi ოდითგანვე იყო, ანუ ჩვენ ოდითგანვე Wi-Fi-ს ქვეყანა ვიყავით. აქედან ვიჭერთ კი, ამას რომ მოუახლოვდებით, გამოჩნდება იმაში მობილურ ტელეფონში მაგალითად აღარ იჭერს Wi-Fi-ს სამწუხაროდ. შეგვიძლია ახლა ვიპოვოთ Bluetooth-ი ან 3G. ჩაფხუძე მიკვირია რამდენიმე რამ. ეს არის აი ხა არ ჩანს, მაგრამ რამე როცა ანათებს ფარი მაგალითად ჩანს. აი ეს წითლები ყოველთვის ჩანს და ღამით ამრეკლავია, ანუ რა შეგამჩნიო ერთი სიტყვით. დიახ, Technation-ის ჯოხი არის, უკვე რევიუერი გაკეთებული ამაზე და ეხლა რისოც ემზადებით, არის პიკნიკზე წამოვიღეთ ქალაქის გამოცდილება. აი ამ ეგრეთ წოდებულ ფოლგაში გახვეული არის არაჩვეულებრივი ასევე ბრენდს არ დავასახელებ კარტოფილის ღვეზელები. და ველოდებით ახლა რომ ნაკურჩხალი დანაკურჩხალდეს რომ ჩავაყაროთ ესენი ნაკურჩხალში. იმედი არ დაგვეწება. I come here a lot. It's my home here in Gojury. Everybody come out in nature, enjoy the fire. Don't stay inside your house. It's toxic. Almost dead. Okay. What do you guys think? How long should we stay? It's like 20-30 minutes. Okay. Medagisa. Let me help you. I was filming, only then I realized that you're doing this. Oh no, that's not good. Let's do it here, over here. Yeah, sure. გაიყინა ბიჭო. თუ რა დაემართა. მოტოებზე ცვარი ადევს. სავარძელს რო დავხედე. აი აქაც არ ვიცი აქ თუ ჩანს. აი მოყინული ვით არის. სველია. The seats are wet. Motorcycles, yeah. Oh yeah. კაი იყო, მართალი არაფერი არ მოხდა დღევანდელ ვიდეოში, მაგრამ დავისვენეთ. ძალიან კარგად ბევრი ვილაპარაკეთ. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ გადავიღებდით, ცეცხლი ჩავაქრეთ, წავედით თბილისში დავიძინეთ.